გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის 1 ოქტომბერი მგონი, ხო? თუ 30 არ. ეხლა რო შევიდეთ და მეკარგება ეს. მოკლედ გუშინ რაც დავდები პოსტი იმაზე კლასიკურ დღეს 12 საათზე მექნება თქო ლაივი და ეხლა არის 12 საათი ახლა 2 წუთში. ნახოთ შემოსვლები დღეს ძალიან სერიოზულ თემას შევეხები და ყურადღება არის საჭირო და კარგი იქნება თუ ბევრჯერ გადააზიარებთ. შემოსვლები კარგით, მოკლედ მეგობრებო, მე ისევ დავაპაუზე, იმიტომ რომ აზიარა როგორც ხედავ ყველაფერს. კი ვიშრომე, ვიცვალე, დავი გადავდები, ნახევარწყურება გადავდე ყველაფერი, მაგრამ ვინც გამოიღვიძა და დანარჩენს აღარ უნდა გამოგვიძება, იმიტომ რომ შორიდან ურჩევნიათ გამარჯობა თათული ქალბატონო ეკა, ყველას საგნესა გაგიმარჯოს. ესე იგი, მე ხა ისეთ საკითხს შევეხები, რომელსაც ცოტა დაკვირვება სჭირია. სხვათა შორის მე ერთ-ერთ მხილებაში მქონდა ამაზე რაღაც მიახლოებითი საუბარი. მაგრამ ეხლა უკეთესად გავშლი. ჩვენ როგორც ყოველთვის ვამბობ, ვართ იმ პერიოდში, ბოლო ჟამი ვართ ბოლო ჟამში. მაგრამ ზოგიერთს რო გონია და რო დავინახავდი ისეთ კომენტარებს, რომ აი ჩვენ უკვე დაღუპვის კარსა ვარ და ამის შემდეგ დავიღუპები და მილიონჯერ მიპასუხნია, რომ არავითარი კართან არ ვდგევართ და არც ვიღუპებით, ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ. კარგა ხანია. და თუ გახსოვთ ჩემი ასე ვთქვათ ეს რამოდენიმეჯერ განმეორებული ფრაზა, რომ მე მიხდებოდა ამ 33 წლის განმავლობაში ცოცხალ მკვდართა სასაფლაოზე სიარული. აშკარად ვამბობ ამას ყველას გასაგონად. მე დღესაც ცხოვრობ ცოცხალ მკვდართა სასაფლაოზე. ჯერ კიდევ როდის გითხარით, რომ საქართველოს მკვდარია თქო. ეხლა ამის საბუს და არგუმენტებს მოგაწოდებ, რისთვისაც მართლაც და სჭირია თქვენი დიდი ყურადღება. მეგობრებო, გახსოვთ თქვენ წადი კაცო. გახსოვთ თქვენის ვიდეო 1-2 კი მაქვს ეს ნათქვა. ზუგდიდზე ვიტყვი, კონკრეტულად ვინაიდან ვიცი სადაც ეს ადგილი და ეს ახსოვს ზუგდიდელებს ალბათ. სტადიონთან უпроსტოდ მეორე სკოლა და სტადიონი ერთად იყვნენ, მიშამ რო დაგვინგრია სტადიონი. ყოფილ სტადიონზე ვამბობ, ქალაქის ცენტრში რო იყო. მეორე სკოლიდან გამოსასვლელში და სტადიონი თვითკის ერთმანეთს უყურებდნენ, იქ იყო დიდი აბრა გაჭიმული. შოთა რუსთაველის უნიკალური ფრაზა. უნიკალური რომელი არ ქონდა მას, მაგრამ ეს მთლად რაღაც სიმებში შედის ათეულებში. იყო ასეთი წარწერა. ნუზდევ წადილთან ისახმენ, რაც არ გირდოდეს რომ ნუზდევო წადილთან ნებასა. ეხლა ეს ამხელა სიბზნე არის, იცი, როგორ გინდა რაღაცა ძალიან და უარი უნდა თქვა. აუარო გვერდში, ხო? ყველაფერზე არ არის ნათქვამი, რა თქმა უნდა. ყველა სტანდარტში არ არის ნათქვამი, მაგრამ ეს ზოგადი სიბზნეა. გამიგეთ? ეს არის ადამიანის თავშეკავება, ეს არის სიბზნის გათვალისწინება და ცხოვრების სიბზნეა ჩაქსოვილი ყველანაირად. ანუ ქცევა ადამი როგორ უნდა მოიქცეს ეს. გამიგეთ, იმიტომ რომ ცდომილებები ბევრია, ცდუნებები უпроსტოდ ძალიან ბევრია და აი ამ ცდუნებებს არ უნდა აღყრეო.
ეხლა მე გეტყვით იმას, რომ როდესაც ეს ჩვენში შემოვიდა თუ შემოიპარა თუ რა გაგვიკეთეს ამაზე ვიმჟელოთ ეხლა ჩვენ სადღაც მე აქ როგორც ხედავ კარგად არ ჩანო, ამიტომ აი დავდგები ჭრილში აი ასე. ესე იგი რომ ერთი უცებ ქვეყანაში შეიცვალა ყველაფერი. ერთი უცებ მახსოვს მე ეს ვიდეო კიდე ჩავწერე, როდესაც სახლიდან ქალაქში მივდიოდი მეთი, როდესაც იყო აი მიტინგობანა რო იყო რა, მიტინგობანა. ქალაქში მივდიოდი და რამოდენიმე ადამიანმა ამიარა გვერდში და მე მათში დავინახე ის, რაც მანამდე ვერ ხედავდი. ამიარა ერთმა დავინახე მასში მელია. მეორე მამიარა დავინახა მგელი და ასე შემდეგ სხვადასხვა ცხოველები. ამას როგორ გზნობდი და როგორ ხედავდი, ამას ბუნებრივი ახლა მე თქვენ ვერ აგიხსნით. გამიგეთ? და როდესაც მივიდოდი აი ამ სიმრავლეში, ესე იგი, თავს მაღლა ავწევდი და გადავხედავდი მთელ ამ მასას. და გულში ჩემ თავს ვეუბნებოდი. ნეტა ერთი ადამიანი დამანახე მეთქი. ერთი ადამიანი. მაგის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ იქიდან დაიწყო ცვლილება. ეს ცვლილება იყო თუ რა იყო, ამაზე ვილაპარაკოთ იმასა რომ ჩვენ უცაბედად რაღაცნაირად შეგცვალეს მეგობრებო, რაღაც აი ადამიანს შპრიცს რო შეუყვანებენ და ადამიანი რო გარდაიცვლება, კი არ მოკვდება, გარდაიცვლება რაღაც ადამიანში მოხდება მენტალური გარდატეხა, რაღაც ფსიქოლოგიური, რა ვიცი, ყველანაირი. და უცებ გავხდით ჩვენ ისეთები, რომ როგორც თავში გითხარით, მათესი არ იყოს, ესე იგი უყურებდე და ვერ ხედავდე. უსმენდე და ვერ გებულობდე. ეს მოხდა უცაბედად. ძალიან უცაბედად. ჩვენ შევცვალეს. აი თითქოს ჩვენ აგვიყვანეს, თითქოს პარალელურ სამყაროში ჩავსვეს. არც არაფერი შეცვლილა. გამიგე? არც არაფერი შეცვლილა. იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ, თითქოს რეალობაში ვართ. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ შეხედავ საღი თვალით და გონებით, მაშინ ჩვენ არეალობაში აღმოჩნდებით. გამიგეთ? და როგორ და რანაირად შეგცვალეს და რანაირად გადაგვიყვანეს ამ სამყაროში, ამაზე ეხლა როგორ აგესწრათ მე თქვენ ეხლა. ჩვენ თვითონ რეალობაში ვართ, მაგრამ ჩვენ ილუზიაში ვართ. როგორ შეიძლება, მოდი ასე ვიმჟელოთ, როგორ შეიძლება რომ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომ გუშინ ეწეროს შოთას ღვთისმიერი სიბზნე? არა ბატონო, თქვენთან არა ვარ. მე წამოდი. აბუნარდუ მეთქვა. არა, ბოდიში, კაი ერთუთა რაღაც. ისევ დგება. შოთასი ღვთისმიერი სიბზნე? აი, არა ჭამო გეუნება ეს, ხო? სიტყვაზე. და მეორე დღეს ისევ დიდ ბანერზე აწერია, აი დემოკრატობანან რომ შემოვიდა, აწერია, ნუ ახატია ჯერ რომ მამაკაც უკავია ეს კოკა-კოლა თუ ფანტა თუ რა ვიცი რაღაც სასმელი, გაზიანი და მოყუდებული და ქვემოთ აწერია ასე. დაემორჩილე წყურვილის გზნობას. გესმით? აი როგორ შეიძლებოდა ეს საღად მოაზროვნე, ვიმეორებ, საღად მოაზროვნე ადამიანს ეს გაეტარებინა. ესე იგი, მოდით ასე თქვა, ის იყო ღვთისმიერი რჩევა დარიგება. და ეს არის პირდაპირ ეშმაკისეული, ეს დარიგება კი არ არის. ეს ბრძანებაა. ვინაიდან იქვე წერია, დაემორჩილე წყურვილის გზნობას. ეს ჩვენ გავატარეთ. ყველა ქალაქში კიდე ასეთნაირად იქნებოდა, მაგრამ მე მომხდა ის მაგალითი, სანიმუშო მაგალითი, რომ აგერ მქონდა 20 მეტრში მქონდა ეს ბანერი გუშინ და მეორე დღეს აღმოჩნდა ეს სატანისტური ბანერი. და ჩვენ გავატარეთ. განა ეს მარტო?
ყველაზე უარესი და ამაზრზენი. ეხლა კიდე გეტყვით. ესე იგი, მაშინ როდესაც გუშინ ქართველებში დედის გინებაზე ვინმე თუ დედაში გაგინებდა, ნუ არ ვიცი ხა მას რაც მოყვებოდა თქვენ კარგად იცით, ხო? ერთი უცაბედად როგორც კი 92 დაიწყო წელი და აი დეკემბერი და იანვრის ამბავი რაც მოხდა თბილისიდან რომ დაიწყო ეს ყველაფერი თითქოს აი რაღაც გადაგვთეს სხვაგან და ქართველმა დაიწყო საკუთარ დედაზე გინება. საკუთარ დედაზე გინება და პლუს კიდე სიმართლეს ამტკიცებს ბოზიშვილობით. ეს უცაბედად მოხდა ხალხო. აი თითქოს აი როგორც გითხარით გადაგვთეს რაღაცნაირად ბილაკით და მოხდით ჩვენ სხვა სამყაროში. და როგორ შეიძლება და თქო ეს რომ საღად მოაზროვნე ადამიანს ქართველს აი ეს უბრალოდ გაეტარებინა. ავიფიქროთ როგორ შეიძლება და კაცო გუშინ ეს ადათი მქონდა ეს წესი მქონდა ლამის არის და ტყვიას ესროდა ან დანი დაჭიდა ვინმეს ან ჭუბი იქნებოდა წვირპის გაუნგრებდა ვინმეს ხო გესმით არა და მეორე დღეს ყოველმა ქართველმა დაიწყო საკუთარ დედაზე გინება და პლიუს ბოზიშვილობით სიმართლის დამტკიცება. აი როგორ რა კალაპოჩი ჯდება ეს აი თუ მიხვდებით ადამიანებო რამენაირად გესმით? ხა უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო კაცო რა ვიცი ხა ესე იგი მოდი ხა მე პირად მაგალითზე გეტყვით რომელსაც მე რამდენი წელია რომ ესე იგი ღამებს ვათევდა ერთი ამბავი ნუ კოვიდის დროს ყოს საერთოდ და მანამდე კიდე მაგის შემდეგ კიდე მხილებებზე კიდე ნუ ფორმულაზე ფილმზე და ერთი ამბავი და დილის 5-ის ნახევარზე 5 საათზე წვებოდი და ისა ხო ესე იგი გაწვდიდით უნიკალურ დოკუმენტებს, არგუმენტებს, 1,000,000%-იანს. გესმით? 1,000,000%-იანს. გესმით თქვენ? და ესე იგი, გადიოდა დრო, ნუ დიდი არა კაცო, დიდი არა. ცოტა ხანში რაღაც დაწყვეტს ვანახებდი, იქიდან ამოვჭრიდი, უფრო ის ხილვადი და გაგებადი რო ყოფილიყო და მე იგივე მეგობრები, ჩემი მეგობრები. არ ვამბობ სხვაზე. უი პირველად აღმოაჩინეს თურმე ბიჭო ხომ მქონდა ფილმში და იმას ვერ აფიქსირებდი ან გადატარებით უყურებდნენ ან ნახა და ვეღარ იხსენებს ეს რაღა არის ეს არის მეხსიერების გათიშვა გამიგეთ მეხსიერების გათიშვა რომელზედაც ცალკე მქონდა მე ლექცია შან წინ თუ არ ვსწრები თუ რას ნიშნავს გონების გახსნა და რატო არის გონება გასახსნელი იმიტომ ხსენება გახსენება და ყველაფერი დამოკიდებული იმასთან რომ ზოგიერთი უჯრედები ჩვენ ჩაგვიკეტეს ნაწილი რაღაც მეხსიერებისა და როგორ მოხდა და რანაირად მოხდა ამაზე თქვენც იფიქრეთ მე პირდაპირ რო გითხრათ ფლად გადაირევა ხალხი მაგრამ არ მგონია ვინმე რამე გადაირიოს რომ აქედან აფერი არ გამოდის როგორ შეიძლება და ასეთ ისა რა ქვია და დღემდე ვატარებთ ამას ყველაფერს ხალხო დღემდე ვატარებთ უკვე როგორ გითხართ ნუ შეჩვეულები არა ვართ იმიტომ ჩვენ უკვე სადღაც თითქოს და მართლაც და პარალელურ სამყარო აქვსვეს და ჩაგვსვეს იგივე ინდივიდები ოღონდ გაფუჭებული ასე ვთქვათ ტელევიზორით არც მეხსიერება აღმოგვაჩნდა არც აი გულიანობა რო იტყვიან არც აზროვნების უნარი, არც ქმედების უნარი, საერთოდ მოშლი ადამიანი. ანუ გადაკეთებულები უკვე რა. სატანურისაკენ. ჩვენი ქმედება იცით რა არის? აი ეს რო შემოგვაპარეს კიდე ეს ტექნოლოგიები
აგე ტელეფონი რასაც ხედავთ ხო ნუ მანამდე იყო კომპიუტერები შემდგომ აგე ტელეფონი შემოვიდა ახლა ტელეფონი კომპიუტერის ხელით ატარებს ადამიანი ლამის არის კი არა საძინებლოში იმით მიდივარ საფერფარეშოში იმით მიდივარ ელემენტარულად ვერ შორდებით ვამბობთ რომ ეს იყო კი ბატონო ჯერ რადიაცია ქონდა ერთი ამბავი გვანახებენ ტელევიზორში რომ 2-3 ტელეფონს ერთად რო დადებ შუაში რაღაც მასწავლი თუ რა ვიცი ვიბრაციისაგან დარეკვისაგან ეს უკვე დეტალს უკვე ესე იგი რეაგირებას უკეთებს და შეწარმოიდგენ ტვინში რა იქნება ეს ერთი შემდეგ პირადობის ნომერით შემოკარგო რომელზეც იყო 666 და ჩიპი არის დაჩიპული თქო ვამბობდით ყველაფერი გავატარეთ ის ამოგვიტანეს რა ქვია მამის სახელი გავატარეთ ყველაფერი ქართულობა ამოგვიღეს გავატარეთ ყველაფერი ამას ვერ გაატარებდი ხალხო ერთი როგორ გითხრათ 90-იანობამდე 80-იან წლები და 70-იან წლები და 80-იან წლების თუნდაც 90-იანის მიწურული სანამ ეს უბედურობა დაიწყებოდა მანამდე ასეთ რაღაცებს ვერ გაატარებდნენ არ გავატარებიებდით უბრალოდ ხალხი იმიტომ სულ სხვა დიაპაზონზე ვიყავით მაშინ სულ სხვა არხზე ვიყავით და ჩვენ გადაგვთ სხვა არხზე და ჩვენი მოქმედება არის აი ეს ტელეფონზე რაჭონი თითები ან კომპიუტერზე და აი აქ მიდის ბრძოლა ამით მთავრდება ყველაფერი და თუ ვისაც კიდე აყრიან ეს ხდება რაღაც სპეციალურად ვისაც რაღაცას რო სჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თუ არა იმნები და იმ გაგებით რომ აი მოი საქართველოა დასაცავი აი ეს გადარჩენად რაღაცა მანკაც შვილი არ გამოდის ამაზე ჭიპი მაგ მოჭილი ხო რამდენი მე პირადად რამდენჯერ გამიცადა ეს ხო აი თუნდაც ახლა ბოლოს იყო 27 სექტემბერს რო იყო დიდი ქართული გაერთიანება თუ რაც არის ხო უყურეთ ხო რამდენი ხალხი იქნა ესე იგი რამდენი თვეა მოკლედ ერთი ამბავი იმას ბაქიბუქობენ რომ ის ჭაბუკაშვილთან ბაქიბუქობდა ამდენი ხალხი და იმ უნდა დავანახოთ და ესა და ესა სად იყო 50-დან 100 კაცამდე იყო სულ მაქსიმუმი მე ზოგიერთმა ლიდერმა კიდე ესე რამდენი ვიყავით ეგაც გამახსენდა ავტომატურად თაკო ჩარღვიანის ისე რამდენი მართო რო ყვირის მიტინგზე და აქა-იქ რო იყო ჩემი თმასავით აქა-იქ რო იყო ხალხის აი ხედავთ ნუ კაი მე არ ვამბობ ეხლა ნუ ჩემი და მათი დამოკიდებულია რაც გამიკეთეს იმათმა მე ხომ ვიცით არა მეგობრებმა მაგრამ თბილისელებია 4 ძირითადი თბილისელი ხო 4 ძირითადი თბილისელი რომელიც არ არიან პატარა კლასის ასე ვთქვათ ადამიანები ხო 50-დან 100 კაცი იყო მაქსიმუმ ეს იყო სულ მთელი შესაძლებლობა რატომ? იმიტომ რომ სხვა რაღაცები ჭირდება მაგას. ამასობაში აქეთ მტრების დამერივნენ კიდე უფრო მეტად გააქტიურნენ ზოგიერთები ეხა ეს ლაშარო არის მოდებაძე კიდე რომელიც უჩინმაჩიმით არის და ხელოვნური ინტელექტივით რო არის და თქვენ ზოგიერთები კიდე ჩემი მეგობრები კიდე იქ რომ ხარ და რო უსმენთ მას და ესე იგი მაშინ მიცით რა მაინტერესებს რატო არ ეუბნებით ამ პიროვნებას გამოდი და დაგვენახეთ რეალში დაგვენახეთ სიმართლის თქმელი ხო უნიღბოდ დადის ტყუილის თქმელი დადის ნიღბით ეს ხომ სოფლიოში მოჭრილი თემა არის ეს ყველა მიცით ხო და ამის წინ კიდე რაღაც დამიდო ისინი მაგის წინ კიდე დადო არ გავატარე ეხლა 3 დღის უკან კიდე ესეც გავატარე ნუ მოკლედ აი ნახავთ ეს თუ მასონი არ არისო და თუ არაო და ის ჩაუგდო ვიღაცებს ჩემი ვიდეო პეკა ტივიზე რომ მქონდა მოიცარაზე იყო ხო რაღაც ქართული ენის თემატიკაზე იყო და საუბარი და ეს რა შუაში იყო ეს რა მასონობას მიმტკიცებს მე ხა ეს პიროვნება არც გვია მაგას ხო რა შუაშია და ან კიდე დასაბუთებელი კიდე ვიღაცა ჩაუგდო იქვე იმ პოსტის ქვეშ წინანდაზე გეუბნებით რომ თითქოს მე ვამბობ რომ თითქოს კი არა ვამბობ კი ბატონო
რომ ქართულ ენაში დღევანდელ ქართულ ენაში მხოლოდ 30-35%-ია ქართული თქო, დანარჩენი არის უცხოენური და შემდეგ შედგება მეგრულ, ლაზური, ჭანურისაგან. ამაზე მე კი არა, მთელი მეცნიერები საუბრობენ, ხო, დააწყებული მიხაკო წერეთლიდან, გოგებაშვილიდან, ილია ჭავჭავაძიდან, მე აქით მოყოლებული აკაკი შანიძე, ჯავახიშვილი რა უნდა რისი დამტკიცება. მაგრამ იცით რა არის ეს არის როგორ გითხრათ, ახლა ყველაზე იაფასიან იმაზე რომ ვააგდებ ადამიანს და რომ მინდა გადმოიბირო და გადამიწერო მე. ყველაზე მეტად ეს ყველაზე უბედურება რა ვიცი, ეს შოვინიზმი, აი ამაზე უნდა რომ ვააგდონ, ესე იგი რომ ნახეთო რას ამბობსო. ეს კაციო და რა შუაში იყო ეს ის მასონობას რამე პოლიტიკურ რაღაცას ამომიგდებდა მეგონა. მე იმასთან კავშირი კაცო ენუქიძე ხო ენუქიათო ნიკოლაშვილი თუ დამავის მაგას ამდენი ხანია მე გადავდა არც თავიდან ვიყავი მაგის ისა მომხრმე და რაც რო გამოვედი და მივედი იქ ამაზე მე თვითონ ვილაპარაკე კაცო რა თუნდო და ამას მე ისედაც ვამბობ რაზეც მივედი იქ და მე იგურიები რო დამხვდნენ და მე ისა ნომერ პირველ მტრად მე გამომაცხადა ერთ თვეში. იმიტომ რომ ენუქის იდეოლოგია სულ სხვა არის. თემა კი არის ერთი, მაგრამ იმის იდეოლოგია სულ სხვა არის. იმის იდეოლოგია არის ურიების გაправება და იმათი ჩამოსახლება და ერთი ამბავი და იმიტომ 10,000 კაცს და იმას აბა როგორ შეკრიბავს მე სხვანაირად. გესმენდა, ჩემი სულ სხვა, ჩემი პირიქით. ეს იცით თქვენ, ჩემმა მეგობრებმა კიდე, მაგრამ მაინც არიქა და უსმენთ, მაშინ დაუშვით ხელოვნური ინტელექტი, შემოკარგება ხელოვნური ინტელექტს ვერ დაინახა ვერაზოს, ხო? რაღაცას ესაუბრებით, ხო? დაუშვით ისე რა ქვია, ხელოვნური ინტელექტს რაიმე კითხვა და ამოგიყრით. სტატიასაც ჩამოგიყალიბეთ. 5 წუთში ყველაფერს ჩამოგიყრით, სურათებსაც ამოგიყრით ყველაფერს. ოღონდ კითხვა დაუშვით შესაბამის, რას ეძებ და როგორ ეძებ. მოკლედ, მეგობრებო, ხა დღეს სახლში მივალ, სადღაც ახვალ სახლში ვიქნები ხა. დავდებ იმ სიას, შემომწერლთა სიას, რომელიც გამოაცხადე აგვისტოს დასაწყისში, აგერ მეორე თვე დამთავრდა, შემოგარგებოდა, სადღაც 3,000 ლარია შეგროვილი. რომ გამოცხადებულიდან დაწყებული დარჩა უკვე ის შუა დეკადა ვთქვი და მე იქნებ ბოლომდე მეთქი წინათვეს რო თქვი ისე აჰა ერთი თვე დარჩა მე არ ვიცი მე სასწაულს არ ველოდები მე სასწაულს თუ გავაკეთებ მე ვიცი რის გამკეთებელი და იმიტომ გეუნებით მაგრამ იმ მასისაგან რომელიც მე სასწაულს არ ველოდები არ ვიცი კი ბატონო აგერ არის დღეს კიდე ერთი თვე დარჩა ოქტომბრის ბოლომდე მე არჩევნები და მარჩევნები სულ მაპატია და საფეხზე მკიდია არ ვიყავ მასზე მიმული და დაკავშირებული და საერთოდ დაანებე დამსისრულებს თავი ეხლა კიდე ზოგიერთი არ მკითხოთ აბა ვის მისმეს ხაო როცა საჭირო იყო მე ვამბობდი როცა არ არის საჭირო გაჩვენებული ვარ ესე იგი არაფერი არის გასაკეთებელი ყველა მიხედავს თავის მამიდას გამიგეთ რაზე ვამბობ ამათ მე უკვე მეორე წელია ესე იგი აქამდე კი არა აქამდე მადლობა უნდა თავს უნდა იტეხნენ ჩემ წინ ისა მადლობის ისა ლომის წილი მაქვს შეტანილი და იმიტომ მაშინ საჭირო იყო და იმიტომ უბრალოდ არა იმიტომ რომ ოცნებას ვაძლევთ მაგრამ არამედ მერთი წინაშე და ჩვენ წინაშე ჩვენი მომავლის წინაშე ყოფილიყავით მართლები სინდის და ნამუს წინაშე და მე არასდროს მოწოდება არ გამიკეთე რომელი პარტიას მიცეთ მეთქი ხმა ეს იყო მხოლოდ ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი მომავლისა და ჩვენი სინდის დამუსი და ღმერთის წინაშე, ღმერთის წინაშე რო ყოფილიყავით მართლები. დანარჩენი აწინ. თავპირი უმტევიათ. გამიგეთ? ამიტომ გითხარით მე არავის არაფერზე ვარ დამოკიდებული და თუ გნებავთ თქვენ სასწაულები და რა რისი გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს, მაშინ კიდევ ერთი თვე არის დარჩენილი, მაგრამ მე როგორც ვხედავ, მაინც მე სასწაულს არ ველოდები, აი ამ მაპატიე და იმ
კიდათ ნუ მეგობრები დავარქვა თუ სხვა დანარჩენი კიდე როგორც გინდა არ ველოდები სასწაულს, მაგრამ ნახოთ თუ მოხდა კი ბატონო. აგერ ჩვენ და აგერ გერმანია როგორც იტყვიანის. კარგით, მოკლედ ახლა ძალიან არ მინდა კიდე გადავტვირთო და არ ვიცი რამდენი ხანი არ საუბრობ, აგერ გეტყვით 20 წუთია რა. და იმიტომ რომ მე მანამდე რაღაც ვიდეოებს კიდე შეკვირდით, მაგრამ სულ არ ვარ. მაგრამ აი როგორ გითხრა, რაღაცა ხომ და გეტანებოდეს ხო, რაღაცა გიბიძგებდეს ხო, ისა რა ქვია. მანამდე ვაკეთებდი, არ ვიცი რატო ვაკეთებდი და ყველა მეუბნებოდა მეგობრიდან, ძმაკაციდან დაწყებულ დანებე, სულელი ხო არა ხა, დანებე და ხო ხედავ ამათგან არაფერი არ გამოდის, რა საკუდები მიხედე თავს, მიხედე საკუთარ ოჯახს და ასე შემდეგ და ამ ხანობაში მოვიდა 56 წელიც. კი ბატონო, ნათქვამია ჯერ თავო და მერე სხვაო, მაგრამ მე ამ პრინციპით არ ვცხოვრობდი და დადგა უკვე დრო მე მგონია. დავждები მერე, გამოვშვებ წინს და იქნები ჩემთვის და შთამომავლობა შეაფასებს მერე 20 მერწყულებს ასე აქ დაცდენილი. მერწყულები რასაც ამბობენო, მერე 20-25 წლის შემდეგ მიხდებიანო. აი ესე უკან მოიფხანებენო მე არ დამიწერია ეს. ასეა დაწერილი. მაგრამ მე ვაი რომ მე ძალიან გვიან იქნება. კარგით, მეგობრებო. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. ხო, ისა იმას რომ დავდებ ხა მე სიას დავდებ და იქვე სია იმას აქვია. ანგარის ისევ გადამიორო დავდებ თუ ვინმე არის სასწავლის გამკეთებელი. ნახოთ. აგერ ჩვენ და აგერ გერმანია როგორც თქვის. უნიკალური ინფორმაციები მაქვს, მაგრამ დაპაუზებული მაქვს, დაძინებული მაქვს ყველაფერი. და აზრი არ აქვს. და აზრი რომ მიეცეს ამისათვის როგორც გითხარით, ყოველთვის ქმედებაა საჭირო და არა ენის მხანა და რაიმე წერა და ის. სიტყვა და ქმედება, მორჩა. ესა საჭირო. ნალაპარაკი უკვე ბევრი ესეც. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.